გივი მიქანაძე შემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონ გივი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით, რადგან მეგობარი აქტივ ახსენე, რომლის იმედიც ესე აქვს ოპოზიციას, რომ ამ მეგობარ აქტს მოყვება მხარდაჭერა, შემდეგ უკვე გარკვეული სირთულეები ოფიციალური პირების მისამართით, მოკლედ დიდ იმედებს ამყარებენ ჯო ვილსონის ამ დოკუმენტზე. მოდით თქვენი შეფასება მოვისმინოთ. ამის პარალელურად ჩვენ ვიცით, რომ ვიცე-პრემიერს, პირველ ვიცე-პრემიერს ჰქონდა ვიზიტი შეერთებულ შტატებში და იქ არა მარტო გადატვირთვაზე, არამედ ურთიერთობების გაღრმავებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. რას ცვლის დღევანდელი განხილვა საქართველოს ხელისუფლების მოლოდინებში ორი ქვეყნის ურთიერთობასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რომ გვახსოვდეს, როდის დაინიცირდა მეგობარი აქტი. მეგობარი აქტი დაინიცირდა ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რამდენი უსამართლო ნაბიჯი გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში და როგორი ხშირი იყო განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი საფუძველი და არგუმენტაცია არ ახლდა თან. ეს აქტი თავის პროცედურული კონტექსტიდან გამომდინარე განხილვას განაგრძობს, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რა ღირებულებითი თანხwebdra არის იმ აქტივობებს შორის, რაც ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით ბოლო 1-2 წლის განმავლობაში განახორციელა სუვერენიტეტის გამტკიცების, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების პატივისცემისა და ასე ვთქვათ, გამყარების თვალსაზრისით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ პოლიტიკასთან მიმართებაში და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ძალიან წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს ჰქონდა სულ ახლახანს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს საკმაოდ გრძელვადიანი თითქმის მთელი კვირა გაგრძელდა ეს ვიზიტი და შეხვედრები იყო არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც ორმხრივი, ასევე იყო შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე შეხვედრები იყო გახსოვთ თქვენ თეთრსახლში, იყო შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში და ის პოზიტიური სიგნალები რომელიც გამოიკვეთა ამ შეხვედრების ფონზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური მზაობა და ჩვენი მხრიდან ეს არაერთხელ გაჟღერებულ იქნა და ახლა ამ მზაობასთან ერთად გამოიკვეთა კონკრეტული რეალობები იმისა, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს ურთიერთობები გაღრმავდეს, არა მარტო დაუბრუნდეს იმ ნორმალურ ჭრილს, რომელიც დამახასიათებელი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, არამედ გადაიდგას ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა ძირითადი ხვედრითი წილი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობებში აქ საუბარი გვაქვს ვიზა ლიბერალიზაციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, პირდაპირი ავიაფრენების დაწყებაზე, რამაც კიდევ უფრო უნდა დაახლოოს და გააღრმავოს ეს ურთიერთობები. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმ პროცესებს, რაც ახლა კონგრესში მიმდინარეობს, ის დოკუმენტი, რომელსაც ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ქვია, თავისი კონტექსტუალური დანიშნულებიდან აბსოლუტურად აცდენილია 180 გრადუსით მეგობრობას, ის გამოხატავს პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფას, იმიტომ რომ მიმართული არის საქართველოს ასე ვთქვათ რეალობების დამახინჯებაზე და ამ დამახინჯებიდან გამომდინარე ძალიან მკვეთრი არასასურველი და რაც მთავარი არა მეგობრული ნაბიჯების გადადგმაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ აჟიტირებული არის ოპოზიცია და ეს გასაკვირი უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება მისი უდიდესი ნაწილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები იმართებიან გარედან, რომ ეს ამ ადამიანებს საკუთარ ხალხთან არაფერი არ აქვს სათქმელი, ამისი ძალიან მარტივი მაგალითი არის, გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ოპოზიციას რადიკალებს აქ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ. ისინი ვაშინგტონში, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში მართავდნენ შეხვედრებს იმის ნაცვლად, რომ მათ ჩაეტარებინათ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში, ისინი მიმართავდნენ კონკრეტულ გარე სუბიექტებთან ურთიერთობას და სწორედ მათი მითითებების თუ კარნახის თუ დავალებების მიხედვით მოქმედებდნენ მაშინაც და ახლაც გარკვეულწილად ეს ძალები მართავენ მათ მოქმედებებს. ამიტომ მათი მოლოდინი
აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. პირველ რიგში იმ ღირებულებითი თანხვედრითი პოლიტიკიდან გამომდინარე და იმ წარმატებული ვიზიტის ფონზე, რომელიც ვიცე-პირველ ვიცე-პრემიერს ხონდა. რადგან ეს გაიმეორეთ ეს ფრაზა, ჩაგეკითხებით აქ, ბატონ გივი, ანუ თქვენი ოპტიმისტური მოლოდინი ამ გადატვირთვაზე დამყარებულია უფრო ამ ამერიკაში ვიცე-პრემიერის ვიზიტისგან გამომდინარე, შედეგიდან გამომდინარე, რომელიც ამ ვიზიტს მოყვა, ანუ განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმენთ, თუ მაინც იმ ღირებულებათა თანხვედრის დამსახურებით შეიძლება იყოს ეს პოზიტიური მოლოდინი, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს ერთი მეორესთან დაკავშირებულია. ალბათ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ, იმიტომ რომ ფონი ამ ყველაფრისა და საფუძველი გადატვირთვისთვის შექმნა იმ ღირებულებითმა თანხვედრამ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა კი არ ქონდა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, შესაბამისი კანონები მივიღეთ და ამითი ჩვენ ურყევად დავადასტურეთ ის პოზიცია, რომელსაც ვაჟღერებდით. მაშინ, როდესაც ეს სრულ თანხვედრაში მოვიდა, განსაკუთრებით ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებთან და შემდგომში ძალიან მალევე მყისიერად გადადგმულმა, საკმაოდ ხისტმა, მაგრამ ძალიან მიზანმიმართულმა და სწორმა ნაბიჯებმა, რომელმაც პირველ რიგში მთელ მსოფლიოს აჩვენა ამერიკელი ხალხის თანხები მსოფლიოს მასშტაბით სად, რისთვის და რა მიზნებისთვის იხარჯებოდა. და ის, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, უკვე საბოლოოდ ყველაფერს ნიღაბი ჩამოეხსნა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ ვიბრძოდით და რატომ გავიტანეთ ბოლომდე ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ქონოდა ის გამჭვირვალობის კომპონენტი, რომელიც საშუალებას მოგცემდა, რომ სუვერენიტეტი გაგვეძლიერებინა. რა თქმა უნდა, ამის ფონზე განხორციელებულმა ვიზიტმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი კონტაქტი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სხვადასხვა მიმართულებით და ის პოზიტიური კომპონენტები, რომელიც ამ ვიზიტს ახლდა როგორც ეკონომიკურ თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში და უსაფრთხოების კონტექსტში მოლაპარაკებების კუთხით, იძლევა რა თქმა უნდა ოპტიმიზმის სრულ ასე ვთქვათ განცდას. თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად სრულიად ალოგიკურად ჩანს ის აქტი, რომელსაც ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ქვია, რომელიც არანაირად მეგობრული არ არის და არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების საწინააღმდეგო. შეიძლება ეს ალოგიკური განვითარება მოხდეს ამ მეგობარ აქტს თუ არ ელით მაინც რაიმე კარდინალურ ცვლილებას? გამიჭირდება რაიმეს თქმა, თუმცა ლოგიკა მოითხოვს, რომ ამ აქტს არ უნდა ქონდეს ის გაგრძელება, რა სულისკვეთებითაც მისი დაინიცირება მოხდა, თუ მართლაც ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში მეგობარი აქტი იქნას მიღებული, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მხოლოდ მისი შინაარსი 180 გრადუსით უნდა შეიცვალოს და ის სამართლიანობა და ის რეალობა, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების, გაჯანსაღების და მართლაც რომ პარტნიორულ კონსტრუქციულ კომპონენტში გადატანის, აღდგენისა და კიდევ უფრო გაღრმავებისკენ წაიყვანს, ეს კომპონენტები უნდა დაფიქსირდეს და წერილმე ჩამოვთვალე რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც ამის განმაპირობებელი იქნება. კარგი, მოდით ახლა ევროპაზე გადავინაცვლოთ, ევროპაზე ვისაუბროთ. ანუ ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციაში მოსულის შემდეგ ხედავთ მთელ რიგ ცვლილებებს მსოფლიოს მასშტაბით და ყველასთვის თვალსაჩინოა ევროკავშირთან დაპირისპირება და დამოკიდებულება ახალი ადმინისტრაციის. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება, ეს დაძაბული ფონი შეიძლება გარკვეულწილად პირდაპირ პროპორციულად ესე ვთქვათ გავლენა მოახდინოს საქართველოსთან დაკავშირებით, ოღონდ ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან, არ ვსაუბრობ ევროკავშირზე როგორც ინსტიტუტზე. გაქვთ ეს მოლოდინი თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავად ევროკავშირი ჯერ ეხლაც გადატვირთვის ეტაპზეა და შეიძლება ბევრი რამ ამ მიმართულებით შეიცვალოს. ალბათ ამ საკითხს რამდენიმე კუთხით უნდა მივუდგეთ. პირველი არის, რომ ფაქტია, რომ ევროპისთვის და ევროკავშირისთვის ტრამპი არ არის ის ფიგურა, რომელიც მათთვის მისაღები არის. ეს ცალსახად ჩანს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს და ის ღირებულებათა სხვაობა, რომელიც ევროკავშირის რიგი ლიდერების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა,
აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებით კომპონენტთან, რომელსაც ტრამპი ჯერ წინა საარჩევნო დაცხადებდა, ახლა კი უკვე ამის ასე ვთქვათ განხორციელებაზე არის გადასული. თუ გახსოვთ, ტრამპმა ესეთი განცხადებაც გააკეთა, რომ ევროპა ჩემთვის იწყება ვიქტორ ორბანით. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთში დადგენილი ის ღირებულებითი კომპონენტი მისთვის არის სრულად მისაღები და რომ ის წარმოადგენს მის ერთ-ერთ მთავარ მეკავშირეს ევროპაში. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ხედავთ, რომ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო ღიად დაუმალავად აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს, მის პოლიტიკას და მისთვის მიუღებელი არის ის დამოკიდებულებები, რომელიც ლიბერალურ მიდგომებს ეწინააღმდეგება და ამ ლიბერალური პოზიციების გამტარი ევროკავშირის რიგი, მათ შორის მოწინავე ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოები არიან. რაც შეეხება საქართველოს კომპონენტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას საქართველოსთან ურთიერთობაში ახდენს, თუმცა ჩვენ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გარე ძალები, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვეძახით, ხოლო ტრამპი deep state-ის სახელით მოიხსენიებს, ეს ძალები არსად არ წასულან. მათ კლავაც ამოძრავებთ ის ძირითადი ინტერესები და ის ძალისხმევა, რომელთაც მათ სურთ, რომ საომარი მოქმედებები უკრაინაში არ შეწყდეს, რომ ეს პროცესები გაგრძელდეს და ამით თავისი ზეგავლენა და ძალაუფლება კიდევ უფრო გაამყარონ, კიდევ უფრო გაზარდონ და კიდევ უფრო გააფართოვონ. ამ სიტუაციაში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი არის საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცება და იმ პოზიციების დაცვა, რომლითაც ჩვენ მართლაც გამოკვეთილად მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო წინ აღუდგა იმ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ასე ვთქვათ, თავსებადობა განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებაში, რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ეს კიდევ ერთხელ განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რაზეც მინდა გითხრათ, რომ რიგი ევროკავშირის ქვეყნების ძალიან ღიზიანდება, იმიტომ რომ ერთობლიობაში და აი ამ ერთობლივი პოზიციების გამოხატულებაში ჩანს უფრო მეტი ძალა, უფრო მეტი პრინციპულობა და მასთან მათი ბრძოლა უფრო შესუსტებული არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა არის, რომ იმ პრინციპებზე დაყნობით, რასაც ჩვენ არ უღალატობთ და არც უღალატებთ არასოდეს გაგრძელდეს პოზიციონირება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მხოლოდ საკეთილდღეოდ იქნება. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად შევეხოთ თქვენს მიერ გაახმიანებულ დღეს ინიციატივას უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება ბრუნდება. აი, მოდით, რა შედეგზეა გათვლილი სახელმწიფო ენის სწავლების დაბრუნება ყველა ფაკულტეტზე? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობას წარმოადგენს, რომ 2005 წელს მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით მოხდა საბაკალავრო სასწავლო პროცესიდან ქართული ენის ამოღება, ის სავალდებულო წესით ისწავლებოდა ყველა სპეციალობის ქართულენოვან სექტორზე და მოხდა მისი, ასე ვთქვათ, ამოღება, რითიც, რა თქმა უნდა, ეს იყო ქართული ენის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ეს არ იყო ერთადერთი ნაბიჯი, ამას გარდა მაშინ გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, პარლამენტში აღარ შეიქმნა ქვეკომიტეტი, რომელიც სახელმწიფო ენაზე იყო უშუალოდ ორიენტირებული, გაუქმდა ენის პალატა და ბევრი სხვა აქტივობა განხორციელდა, რომელმაც რა თქმა უნდა შეზღუდა და პირდაპირ ასე ვთქვათ, შეტევა მიიტანა მიზანმიმართულად ქართული ენის ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მოცემულობაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში პირველი რაც გაკეთდა 2013-14 წელს შემუშავებული იქნა სახელმწიფო ენის კანონპროექტი, რომელიც 2015 წელს კანონის სახით იქნა მიღებული, კანონად იქნა მიღებული და დამტკიცდა 2019 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მოხდა იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაბრუნება, როგორც სასწავლო მთავარი სახელმძღვანელოს დაბრუნება სასწავლო პროცესში ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებაზე დაყნობით, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და წამყვანი ენათმეცნიერები, რომ ქართული ენის სწავლება გავაძლიეროთ, გავაფართოვოთ უმაღლეს სასწავლებლებში და ეს მნიშვნელოვანია
სახელმწიფო ენის უფრო გაძლიერებისთვის, უფრო მეტად დამკვიდრებისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები ეთნიკურ უმცირესობებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ კვლევებით, რომ 93% უკვე კარგად ფლობს ახალგაზრდები ქართულ სახელმწიფო ენას, თუმცა ამას სჭირდება უფრო მეტი გაძლიერება, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის საკუთარი სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ ჩვენ ამ კუთხით გვაქვს სრული მზაობა და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ეს საკითხი მიღებულ იქნას და მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება. დიდი მადლობა. გივი მიქანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, გურამ აჭარაძე